აი მოვინიშნე ახლა რომელ გამოფენაზე უნდა წავიდე ჩემი ფავორიტი მყავს ხო ძალიან კარგი ეს არის მუზეუმების საერთაშორისო დღე, მთელი მსოფლიო აღნიშნავს და ბუნებრივია საქართველოს უერთდება. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ამ თემაზე გავამოხილოთ ყურადღება. პირველ რიგში სტუმრებს წარმოგიდგენთ რიკა მამაცაშვილი, გამოფენების მთავარი კურატორი და მიხეილ წერეთელი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. პროგრამა არის დატვირთული, საინტერესო, მართლაც ძალიან რთულია, რომელიმე გამოარჩიო, იმიტომ რომ თითქმის ყველგან ყველაფერი სანახავია. ზოგადად ვისაუბროთ მოდით პროგრამაზე და შემდეგ უკვე ვისაუბროთ იმ გამოფენაზე რომელსაც დღეს გაიხსნება ქარვასლაში საღამოს 6 საათს. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის. ნება მიბოძებთ ვისარგებლოს ამ შემთხვევით და მიულოცო ყველა ჩემ კოლეგას, ყველა მუზეუმის მოყვარულს. საერთაშორისო დღე მუზეუმების 77 წლიდან აღინიშნება ეს დღე. ყოველ წელს აქვს რაღაც თემა ამ დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეს და წელს არის თემა მუზეუმები მდგრადი საზოგადოების განვითარებისათვის. შესაბამისად ჩვენც მთელი კვირის პროგრამა გავწერეთ და ჩვენს ყველა მუზეუმში ვთავაზობთ დამთვალიერებელს სხვადასხვა აქტივობებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო დღევანდელი გამოფენა, რომელზეც მოგვიანებით ქალბატონ ილიკა ისაუბრებს, გუშინ გაიხსნა ვიტალი კაპანაძის გამოფენა. აგრეთვე 20 მაისს ჩვენ გვაქვს საინტერესო ღონისძიება ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის დღე. ეს იქნება ძალიან მასშტაბური და ასე ვთქვათ ფერადოვანი ღონისძიება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მუზეუმში სადაც შესაძლებლობა და შესვლა არის უფასო. და 22 საათამდე რაც თავარია. როგორც უკვე აღნიშნეთ, მუზეუმის საერთაშორისო კვირაულის ფარგლებში გაიხსნა ქუთაისელი მხატვრის ვიტალი კაპანაძის 70 წლის საიუბილეო გამოფენა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ავტორის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული 200-მდე ფერწერული ტილო. დავით კაკაბაძის პრემიის ლაურეატის ვიტალი კაპანაძის ნამუშევრები არაერთხელ გამოფენილა როგორც საერთაშორისო და ჯგუფურ, ასევე პერსონალურ გამოფენებზე. ხელოვნების მუზეუმში კი ავტორის ყველაზე ფართომასშტაბიანი პერსონალური გამოფენა მოეწყო, სადაც მისი შემოქმედების თითქმის ყველა ჟანრი და ეტაპი იქნება წარმოდგენილი. წელს მუზეუმის კვირეული იწყება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენის გახსნით, ვიტალი კაპანაძის საიუბილეო გამოფენის გახსნით. ბატონი ვიტალი გახლავთ ქუთაისიდან, მისი 70 წლის იუბილეისადმი არის მიძღვნილი პერსონალური გამოფენა, სადაც წარმოდგენილია მისი სხვადასხვა პერიოდებში შექმნილი ფერწერული ტილოები. პირველი პერსონალური გამოფენაა ჩემი აქ თბილისში საერთოდ და ერთხელ ხო უნდა გამოფენოს მხატვარმა თუ მხატვარი უნდა გამოიწვიოს ხო პერსონალურმა უნდა გააკეთო. აი არის მეტი არა. დღეს 18 საათზე კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი გიწვევს ძალიან საინტერესო გამოფენაზე სახელწოდებით სერგო ფარაჯანოვი 21 საუკუნის სიზმარი. გამოფენა ეძღვნება სერგო ფარაჯანოვის ხელოვნებას, რომელიც სათავეს თბილისის მულტიკულტურული ტრადიციებიდან იღებს. ექსპოზიციის მიზანია სერგო ფარაჯანოვის მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ახლებური ინოვაციური მიდგომების წარმოჩენა. თანამედროვე ქართულ და უკრაინულ მხატვრებს შორის საერთაშორისო შემოქმედებითი დიალოგის განვითარება, ფარაჯანოვის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ახლებური გაზრებისა და პოპულარიზაციის მეშვეობით. პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და უკრაინის სიზმრის მუზეუმი. გამოფენა დამთვალიერებელს 18 მაისის 22 საათამდე უმასპინძლებს და საინტერესოა ისიც, რომ გამოფენა 16 ივლისამდე გაგრძელდება. После того, как мы сделали эту выставку в Киеве, მას შემდეგ, რაც ეს პროექტი კიევში განვახორციელეთ, თბილისში ჩამოვედი და ვიფიქრე, რომ ანალოგიური გამოფენა გამომერთა საქართველოშიც, ფარაჯანოვის დაბადების ადგილას. გავიცანი ლიკა მამაცაშვილი, რომელიც სიამოვნებით დამთავრდა თანამშრომლობაზე და დაგვითმო ქარვასლას საგამოფენო დარბაზი. ახლა ვმუშაობ ვიდეო ინსტალაციაზე, რომელიც ფარაჯანოვის ფილმებს ეძღვნება. ჩემი ნამუშევარი კონკრეტულად მის ერთ-ერთ ციტატას ეხმიანება, რომ ფილმი არის უფრო ფერწერა, ვიდრე მხოლოდ სიუჟეტი და ამბისთხრობა. სწორედ ამ ფრაზით ინსპირირებულმა შემქმნელი ვიდეო კოლაჟი, რომელიც ზღაპარს გავს.
მოდი უფრო დეტალურად ვისაუბროთ და განვავრცოთ ბუნებრივია თემა ფარაჯანოვი 21 საუკუნის სიზმარი რა იქნება წარმოდგენილი და რაღაცა განსხვავებული გამომსახულობითი საშუალებებით ხო როგორც მე მოგდიმ რომ ინსტალაციაზე იყო საუბარი ინსტალაცია ვიდეო არტი ყველა ტექნიკა რაც რამე არის თანამედროვე ხელოვნებაში განსხვავდება ეს გამოფენა ზუსტად იმას არ იმეორებს ეს გამოფენა რაც იყო კიევში აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება უბრალოდ თემა არის ერთი და იგივე. კიევში ჯერ ერთი მარტო კიეველი მხატვრები იღებდნენ მონაწილეობას, აქ არის ესეთი ორმაგი დატვირთვა უკრაინელი მხატვრები და ქართველი მხატვრები. ესეთი ჯგუფი შედგა. თავისთავად ჩვენ ძალიან შევეცადეთ, იმიტომ რომ მე თვითონ ვიცი ძალიან კარგად ვიცი ფარაჯანოვის სახლი, მახსოვს ძალიან კარგად და შევეცადეთ აღგვედგინა ეს სახლი როგორი იყო ზუსტად როგორ შემოდიოდი, სად რა ხდებოდა და ამიტომ მთელი ექსპოზიცია ესე იწყება, რომ თავიდანვე შედიხარ მის გარემოში. იმ სამყაროში, სადაც ის ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, ზუსტად იმ ადგილას არ დევს ის ნივთი და ჩვენ მისი ნივთები არა გვაქვს, რა თქმა უნდა, გვაქვს 63 ნივთი, რომელიც სერგო ფარაჯანოვმა პირადად თბილისის ისტორიის მუზეუმს აჩუქა და ამ გამოფენის მიზანიც არ ყოფილა, რომ მისი ნივთები გვეჩვენებია ჩვენ გვინდოდა მისი სამყაროს და თან რა თქმა უნდა იმ დამოკიდებულებით თუ როგორ ხედავს სერგო ფარაჯანოვს თანამედროვე ქართველი მხატვარი დღევანდელი დღე და ისევე უკრაინელი ეს ორი ადგილი რადგანაც დაიბადა თბილისში და ძირითადად მოღვაწეობდა კიევში მე ცოტა ხნით რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული პერიოდი მოსკოვშიც იყო იმიტომ რომ გიკი დაამთავრა იქ შეერთო მან პირველი ცოლი არაჩვეულებრივი როგორც თვითონ ყვებოდა ძალიან ლამაზი ქალბატონი რომელიც მაჰმადიანი თათარი მაგრამ სამწუხაროდ დიდი ტრაგედიით დამთავრდა მათი ცხოვრება იმიტომ რომ ერთი წლის თავზე მისმა ნათესავებმა და უпростоრედ ძმებმა რელიგიურ ნიადაგზე მოკლეს მისი პირადი ისტორიები ასახავს პოვებს გამოფენაში. მისი ისტორიები კი, ხა მაგალითად გვაქვს საწოლთან დევს ჩამოკიდებული არის ქოლგეს მისი პირადი ისტორია. იმიტომ რომ თბილისში როცა უკვე გამოვიდა მეორე გამოსვლა ციხიდან, ის მისი სახლი დანგრეულია და წვივა როგორც კი მოდის საუბრობთ ჩამოდის და ზუსტად იქ სადაც მისი საწოლი იყო და ფოტოც არსებობს ასეთი რომ ის წევს საწოლზე ქოლგა არის. ესე უჭირავს ხელში რომ აწვიმს ქოლგას ეს მისი პირადი ისტორია და ჩვენ შევეცადეთ რომ ეს გაგვებეორები და აი მის სახლში იმიტომ ეს ქოლგა ძალიან ხშირად ეკიდა ეს ძალიან გვიან შეაკეთა ჭერი და დიდხანს იყო ესე გამაინტერესებს როგორი იყო თვითონ მუშაობის პროცესი სანამ ექსპოზიცია უკვე მზად იქნებოდა ანუ ქართველი მხატვრები რა ფორმით იყვნენ ჩართულები იცით რა ჩვენ მოვილაპარაკეთ მე და უკრაინულმა მხარემ რომ ვინ ჩაირთვება ვისთვის იქნება ეს საინტერესო. ვის შეუძლია ეს წარმოიდგინოს. არის მხატვარი, რომელსაც შეიძლება სულ არ დააინტერესოს ეს თემა და ვიცით მხატვრები, რომელსაც ესეთი თემები აინტერესებს. ეს რა თქმა უნდა გათვალისწინებული იყო. გუგა კოტეტიშვილი რამე დააინტერესდებოდა, ნამდვილად ვიცოდი და აი ესეთი შერჩევით მოხდა. რა თქმა უნდა თან ვეკითხებოდით ოლესა თავაძე ნამდვილად ვიცოდი რომ მიიღებდა მონაწილეობას, იმიტომ რომ საერთოდ მისი შემოქმედება შეიძლება ძალიან ბევრს მოსწონს და ალბათ 99% მოსწონს, მაგრამ რამდენად მისია ეს შემოქმედება. აღმოჩნდა რომ ეს გარკვეული ძალიან კარგით ნაწილი მხატვრების ძალიან სწორედ აღიქვეს სერგო ფარაჯანოვი და მთელი ეს სამყარო გადმოსცეს მათი დამოკიდებულება სერგო ფარაჯანოვის მიმართ, რომელიც რა თქმა უნდა არ იყო ჩვეულებრივი, ის იყო არაჩვეულებრივი, ზედმეტად ნიჭიერი ნიჭიერსაც აღარ ვიტყვი რომ უფრო გენიოსი ვიდრე ნიჭიერი და საინტერესო პიროვნება იყო რა თქმა უნდა. მე მგონი ეს ის მუზეუმია ბატონო მიხეილ რომ ეს ის გამოფენა რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ყველა ხო რაღაცა ერთმნიშვნელოვნად მითითება და მოწოდება იქნება ამ ჩემს ფარაჯანოვის ძალიან სხვა მნიშვნელოვანი არის ეს თვითონ მიდგომა რა რაც ქალბატონმა ლიკამ ილაპარაკა ეს გამოფენა 2 წლის განმავლობაში მზადდებოდა
და აი სწორედ ის არის ჩადებული რაც ეროვნული მუზეუმისთვის პრიორიტეტულია ხელოვნება ისტორია ჩვენთვის არის მომავლისთვის პირველ რიგში ხო და აქ თანამედროვე მხატვრებმა ასე ვთქვათ ამ შთაგონებით შექმნეს ის ნამუშევრები რაც წარმოდგენილი იქნება ექსპოზიციაზე კიდე ერთ დავამატებ თქვენის ნებართვით განათლება საგანმანათლებლო პროგრამები არის ჩვენთვის ძალიან დიდი ყურადღება ექცევა სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში საგანმანათლებლო პოლიტიკას ხო? დიახ საგანმანათლებლო პოლიტიკას ეროვნული მუზეუმი 2005 წლიდან ახორციელებს ბევრ საგანმანათლებლო პროგრამას ამ წუთას მიმდინარეობს 50-მდე პროგრამა და ჩვენ ამ კვირეულისთვის ასე ვთქვათ სიახლეს შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებელს ერთ-ერთი პროგრამა რომელსაც ჩვენ ვაანონსებთ ეს არის 23 მაისს შედგება მისი პრეზენტაცია არქეოლოგია ყველასათვის ესე ქვია ამ პროგრამას და ეს პროგრამა უმეტესად მოსწავლეებისთვისაა გათვლილი თუმცა ჩვენი აუდიტორია ამბიცია გვაქვს რომ პროგრამა იწყება ჯანაშიას მუზეუმში ფოიეში და პირველი კონტაქტი ხდება ძალიან ცნობილ არქეოლოგებთან თავად რაც ბატონი დავით ლორთქიფაინძე ჩვენ გენერალური დირექტორი იწყებს ამ პროგრამას მოსწავლეებთან საუბარი იქნება არქეოლოგიაზე ამ დარგის ისტორიაზე უახლეს აღმოჩენებზე ექსპოზიციას დაათვალიერებენ მოსწავლეები და შემდეგ ისინი ერთად მიდიან ღიაცის ქვეშ მუზეუმში სადაც მომზადებული არის სპეციალური მოედანი, ასე ვთქვათ, და იქ ხდება პრაქტიკულად ჩაერთვებიან აქტიურად სამუშაოებში, როგორც ნამდვილი არქეოლოგები ისე. რა ვიცი, მიზანი არის ის, რომ შეაყვარო ბავშვს, რა ვიცი, ადრეული ასაკიდანვე შენი კულტურული მემკვიდრეობა. ასევე როგორც ვიცი, საგანმანათლებლო პროგრამის კიდევ ერთი პროექტი არის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 24-ში, სადაც იქნება თექაზე, თიხაზე და სხვა მასალაზე მუშაობის სასწავლო კურსი, ასე ვთქვათ, ხო? მოკლესნიანი. ეს პროგრამა რაღაცნაირ ფორმატით ხორციელდება გაზაფხულზე მიმდინარეობს ყოველ შაბათ კვირას, მაგრამ რა თქმა უნდა მუზეუმების კვირაულში ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული შეთავაზება და ბევრად უფრო მასშტაბური არის. დამთვალიერებელ საშუალება ექნება როგორც თქვენ ბრძანეთ, ასე ვთქვათ, თიხის ჭურჭელი თავად დაამზადოს, თექის ნაწარმი თავად შექმნას, მჭედელი მუშაობს იქ და კიდევ ბევრი სიურპრიზი ელოდება მათ. საერთოდ ბავშვებისთვის არის განსაკუთრებით ესეთი კარგი გასართობი და დროის სწორად დახარჯვა. მე ამაზე მაქვს ხოლმე პრობლემა და ვფიქრობ როგორ დავხარჯო ბავშვებთან სწორად პროდუქტი. მე მგონი ესეც 24 მაისს ერთხელ შეგახსენებთ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთელი დღეს განმავლობაში. აი ორი ელემენტი რაც თქვენ ბრძანეთ, ეს არის ერთდროულად გართობაც და შემეცნობა ბატონო. სასარგებლო და სასიამოვნო ერთად ამ შემთხვევაში. ასევე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ბოლო 10 წელია რაც მუზეუმი აერთიანებს სხვა გაერთიანება შეიქმნა სწორად უფრო სწორად რომ ვთქვათ რა შევაფადოს ეს 10 წლიანი მუშაობა რა პრიორიტეტები გამოიკვეთა რა პრობლემებია გადასაჭრელი და რაზე იქნება აქცენტი მომავალ წელს თუნდაც მომავალ წლების განმავლობაში. აი ამ გაერთიანების მიზანი იყო თავიდანვე რომ ახალი ფორმით უფრო აქტიური და დინამიური მუზეუმები შექმნილიყო, დინამიური ფორმით გამოსულიყო მუზეუმი ასპარეზზე, იმიტომ რომ აი როგორც თქვით ახლა მუზეუმების საერთაშორისო დღის თემა არის მუზეუმის საზოგადოების განვითარებისათვის, ხო? ის შედარებით ტრადიციული ფორმა, რაც მთელ მსოფლიოში იყო გავრცელებული, რომ მუზეუმი არის მხოლოდ მეცნიერებისთვის ან ხელოვნების მოყვარული წრეები, ვიწრო წრისათვის, ეს ბარიერი, ასე ვთქვათ, ირღვევა და უფრო ფართო ჩვენ ამბიცია გვაქვს რომ რა თქმა უნდა დავფაროთ საზოგადოების ყველა ფენა. ვინმე თუ არ მოდის, ასე ვთქვათ, ვცდილობთ ჩვენ მივიდეთ, გავაღვიძოთ ინტერესი ჩვენთან მოვიყვანოთ შემდეგ და ეს კონტაქტი იყოს გრძელვადიანი და მუდმივი, იმიტომ რომ ვფიქრობთ რომ მუზეუმებს განსაკუთრებული როლი აქვს არა მარტო კულტურის პოპულარიზაციისათვის, არამედ ზოგადად საზოგადოების განვითარებისათვის და სწორედ ის ადგილია, სადაც ხდება ფორმირება მოქალაქეების, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით 21 საუკუნის მუზეუმი როგორი უნდა იყოს, იმიტომ რომ ბატონი მიხეილი ძალიან კარგი არქიტექტურულად და ალბათ უჩვეულო.
იმისთვის რომ მართლაც ყველა დააინტერესოს გააზრებული იმ სივრცეში, რომელ სივრცეშიც გაკეთდება ეს. ყველა ტექნიკური სიახლით და ყველა ტექნიკური სიახლით. აუცილებლად ტექნიკური სიახლე თუ არ იქნება მუზეუმი დაღუპულია, იმიტომ რომ იმას შენახვა უნდა, ის უნდა, ეს უნდა უამრავი რამე უნდა. ეს გარეშე შეიძლება მარტივად მინდა აღნიშნო განსაკუთრებით მესტიის მუზეუმი, რომელიც არ ვიცი, ეს იყო ძალიან დიდი ხნის პრობლემა ყველასთვის, იმიტომ რომ იქ არ იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სწორედ ბოლო წლებში გარემონტდა ის და ძალიან კარგი სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე. იქ გვაქვს ახალი ექსპოზიცია, ასევე აუდიტორია, მედიათეკა, საგანმანათლებლო კუთხე მოსწავლეებისთვის. ბატონო, რამდენ მუზეუმს აერთიანებს